მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარდა იმ სიკეთისა, რასაც ხელოვნურ ინტელექტს აქვს და დღეს რეალურად ვიყენებთ და ამას მხოლოდ კომპანიები იყენებენ გარკვეული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის თუ ავტომატიზაციისთვის, არამედ ერთეული მომხმარებელი მეც თქვენც ვიყენებთ თითქმის ყოველდღიურად ამ სიკეთეს, რასაც ჩვენ დღეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სახით გვაქვს. და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ საფრთხეებზე საუბარი? არის მრავალი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეული რისკის და საფრთხის ქვეშ დადგნენ მომხმარებლები. რა იყო კონკრეტულად საბანკო ასოციაციის მიზანი ესეთი რჩევების გამოქვეყნებისთვის? ჩვენ მუდმივად თქვენ იცით თქვენთანაც არაერთხელ ეთერში კიბერრჩევებს გავცემთ მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად თქვა ციფრული პროდუქტის ან ციფრული სერვისების გამოყენებისას და საბაზისო კიბერრჩევებს ვაზიარებთ. ოქტომბერში ეს თქვა გაორმაგებულად გვაქვს სიხშირე ამ კიბერრჩევების, იმიტომ რომ გლობალურად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების თვედ არის მიჩნეული და თუ დრო დაგვრჩა აუცილებლად ვისაუბრებთ რატო ოქტომბერი და საიდან მოდის ეს. ავარჩიეთ ერთ-ერთ ისეთ აქტუალურ თემა, რომელზეც ჯერჯერობით ესე აქტიურად არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ყველანი მაინც ძირითადად გადართული ვართ ამ ხელოვნური ინტელექტის, ესე ვთქვათ, სიკეთესზე და მის გამოყენებაზე, ხო? და მინდა ვისაუბროთ უკვე იმ რეკომენდაციებზე, რასაც საბანკო ასოციაცია უზიარებს თავის მომხმარებელს. ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ დაფიქრდით სანამ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაში ინფორმაციას გააზიარებთ ან ფაილს ატვირთავთ. უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ ეს თემა, რა ტიპის ინფორმაციის გაზიარებისგან უნდა შეიკავოს მომხმარებელმა თავი, როდესაც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს? პირველადი ეტაპი, ესე ვთქვათ, ჩავლილია ის ცნობის მოყვარეობა და იმის გარკვევა თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, ხომ? და ის შეკითხვის დასმის ეს ეტაპი მე მგონი გავიარეთ. ეხლა უკვე ბევრი იყენებს იმისთვის, რომ მაგალითად კონკრეტული სტანდარტის ან ჩარჩოს გამოყენებით რაღაცა პროდუქტი მივიღოთ და იმისათვის, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციიდან ჩვენ ის მივიღოთ ის პროდუქტი, ვთქვათ, ნაწერი მითითება თუ მინიშნება, რაც ჩვენ გსურს, აუცილებლად გარკვეული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. და აი სწორედ სიფრთხილე და გაფრთხილების მოწოდება სწორედ ამ ეტაპზე არის. რა ინფორმაციას ვაზიარებთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაზე, ამაზე ჯერჯერობით მომხმარებელი არ ფიქრობს. ეხლა ნახეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სოციალური მედიის უსაფრთხოებაზე, ხომ? რომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ინფორმაციას ვაზიარებთ, თუნდაც დახურულ, ესე ვთქვათ, არხებში, სოციალური მედიის პლატფორმებზე, იგივე მესენჯერში თუ სხვაგან. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ინტერნეტში ვაზიარებთ, იმის დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ ის გახდება, ესე ვთქვათ, საჯარო ცოდნის საგანი. ამიტომაც ჩვენ ხომ არ ვიცით, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები იყენებენ ღიად წვდომადი და ღიად არსებული ინფორმაცია. ეს გარკვეული ბიბლიოთეკები არის, ღიად მისაწვდომი ცოდნა, ვებგვერდებზე თუ ასე შემდეგ, ამის აგრეგირებას და აკუმულირებას აკეთებენ და ამაზე დაყრდნობით მერე ჩვენს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევენ უკან. რეკომენდაცია არის ის, რომ ცოტა სიფრთხილით მივუდგეთ იმ ინფორმაციას და ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ კონკრეტულად პერსონალურ ინფორმაციას, ან თუ ვთქვათ, სამსახურეობრივი მიზნებისთვის ვიყენებთ კონფიდენციალურ კორპორატიულ ინფორმაციას, ხო? იმ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას ორგანიზაციისთვის. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის წრუნება და ცოდნაც არ გვაქვს, თუ როგორ იქნება გამოყენებული მიმღების მხარეს ეს ინფორმაცია. და არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ დღეს ეს შესაძლოა ღიად წვდომადი გახდეს ინფორმაცია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ესე ვთქვათ, საბაზისო წესი შეგვიძლია შევიმუშავოთ და მაყურებელსაც ვუთხრათ, რომ ესეთი მარტივი წესი და სახელმძღვანელო უნდა იყოს, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ საჯაროდ ღიად არ გააზიარებდით, მაგალითად თქვენი პირობითად Facebook გვერდი ღიად გაქვთ და საჯაროდ აზიარებთ ინფორმაციას. ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაშიც ვეცადოთ ისეთი, თქვათ, კონფიდენციალური ფინანსური პირადი და კორპორატიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ღიად არ გავაზიაროთ და ერთი სიტყვით იმას, რასაც ღიად არ გავაზიარებდით, ის ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციას შესაძლებლობის დაგვარად არ გავოზიაროთ. აი ეს არის უფრო გასაგები რომ იყოს მომხმარებლისთვის, აი რა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენოს მომხმარებელს ამ ინფორმაციის გაზიარება. იქნება ეს პირადი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამსახურებრივი, ასევე შესაძლოა რაღაც პირადი ფინანსური ინფორმაცია.
უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, რა ტიპის რისკებს შეიცავს ესეთი ინფორმაციის გაზიარება, რა ზარალს და ზიანს მიაყენებს ეს კონკრეტულად ადამიანს. Ვინ შეიძლება გამოიყენოს აქვე ჩაგეკითხებით ეს ინფორმაცია თქვენს რეკომენდაციებში საუბარი იყო ასევე ჰაკერებზეც, რომლებისთვისაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ეს ყველაფერი. ნებისმიერ პლატფორმაზე იქნება ეს თქვათ ონლაინ საკომუნიკაციო, სოციალური მედია, მეილი ან თუნდაც ონლაინ მაღაზია, ხო? სადაც ჩვენ და ეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხო? ონლაინ მაღაზიაში ვუკვეთავთ ნირთს, ვამახსოვრებინეთ ბარათის მონაცემებს და ერთ-ერთი რჩევა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დაცული ვებგვერდია და ჩვენ არაერთხელ გამოგვიყენებია და შეგვიძენია ნივთი ამ ვებგვერდზე, ჩვენ არ ვიცით იმ ონლაინ მაღაზიის უკან რამდენად უსაფრთხო არქიტექტურა არის, ესე ვთქვათ. შესაძლოა ის, ვთქვათ, იცავს გარკვეულ საბაზისო მოთხოვნებს კიბერუსაფრთხოების, მაგრამ კიბერშეტევისგან არც ერთი ინტერნეტ დაკავშირებული სისტემა დაზღვეული არ არის. ეს უნდა გვახსოვდეს. შესაძლოა ის იგივე ონლაინ გვერდი ან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია საბაზისო მოთხოვნებს იცავს, მაგრამ კიბერშეტევის შედეგად ეს ინფორმაცია თუ ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში თქვენი დამახსოვრებული საბარათე მონაცემები გახდეს ხილული და მისაწვდომი იმ შემტევისთვის, ანალოგიურად ამ ხარესაც იგივე რისკი არის ეს ბარათის მონაცემები დამახსოვრებული ამ შემთხვევაში მეტად დაცული ხარ? ერთჯერადად თუ არის თქვა ტრანზაქცია განხორციელებული. ცხადია, მაგრამ უფრო მეტი მაღაზია იმისთვის რომ მომხმარებლისთვის კომფორტი შექმნას ამახსოვრებინებს, ამ თქვა იძულებიდან ირჩევს მომხმარებელი ირჩევს ამ შემთხვევაში მაინც ბარათს იმახსოვრებს თვითონ მაღაზია, მაგრამ როგორც თქვენს აღნიშნეთ, არის იმისი ალტერნატივა, ოფცია, ესე ვთქვათ, ბარათის მონაცემები დაიმახსოვროს თუ არ დავიმახსოვროს. ჩვენი საბაზისო წესი არის ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში, რომ რა თქმა უნდა, კარგი იქცევა და კარგი კიბერჰიგიენა, რადგან კიბერუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მონაცემები არ დავამახსოვრებინოთ. მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ ალბათ 10-დან 9 მომხმარებელი ონლაინ მაღაზიის საბარათე მონაცემებს დაამახსოვრებინეს, იმიტომ რომ ჩვენ გვეჩქარება, დრო არ გვაქვს და ყველას გვინდა უფრო კომფორტი და უსაფრთხოებაზე შესაძლოა ნაკლებად ვიფიქროთ. ამ შემთხვევაში გარკვეული პრევენციული წესებიც არსებობს. თუ კი ჩვენ ავიღეთ ის რისკი, რომ დავამახსოვრებინეთ ბარათის მონაცემები, იმ საბარათე ანგარიშზე მინიმალური ოდენობის თანხა გქონდეს. რომ ის შემთხვევა თუ დადგა, რაც ჩვენ აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ, თუ კიბერშეტევა განხორციელდა იმ ონლაინ მაღაზიაზე და ეს დამახსოვრებული საბარათე მონაცემები გახდა მისაწვდომი კიბერთაღლითისთვის, იმ მომხმარებლის ზიანი იქნება მინიმალური მხოლოდ იმ ოდენობის, იმ შეზღუდული ოდენობის თანხა, რომელიც ექნება საბარათე ანგარიშზე იმ ბარათზე, რომელსაც ინტერნეტში იყენებს ამ და ბევრ სხვა სივრცეში და მაღაზიაში. ფიშინგი არის ის ყველაზე ერთ-ერთი გავრცელებული კიბერ შეტევა, რაც ხორციელდება ხოლმე, თუ არის კიდევ გარკვეული კიბერ თავდასხმის სახეობები, რაც განსაკუთრებით საფრთხილოა. რა არის ყველაზე აქტუალური კიბერ შეტევები დღეს საქართველოზე ვისაუბროთ? ბოლო რამდენიმე წელსაც რო გადავხედოთ, აი 5 წლის მონაცემები რო ავიღოთ და კიბერშეტევების ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული იმიტომ, რომ კიბერთაღლითისთვის ის წარმატებით სრულდება, რას ნიშნავს, რომ რა მიზანის ჰქონდა მიაღწია. თქვენ ფიშინგი აღნიშნეთ და რამდენიმე წელია ყოველთვის ტოპ 3, ესე ვთქვათ, კიბერშეტევის ტიპებში ფიშინგი არის. რატომ და ეხლა რატო არის აქტუალური გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პირობებში იმდენად კარგი, ხარისხიანი და მაქსიმალურად კონტექსტის გათვალისწინებით ფიშინგის შეტყობინების შექმნა შესაძლებელია წამებში, რომ ეს დროს ამცირებს იმისთვის, რომ კიბერშეტევისთვის კარგი, ხარისხიანი ესე ვთქვათ, ფიშინგ შეტყობინება შექმნას კიბერთაღლითებმა და ძალიან დიდ რაოდენობის ადამიანებთან გააგზავნოს და იმდენად კარგია და მაღალი ხარისხის დღეს ხო ვთქვათ თარგმანი ძალიან მაღალი ხარისხის არის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის არის შესაძლებელი რომ მიმღებისთვის გაცილებით რთული ხდება ამისი გარჩევა. რომ ეს არის ლეგიტიმური წერილი და წერილი იყო სხვადასხვა შინაარსის, ამიტომ აღნიშნე კონტექსტის შესწავლა ძალიან სწრაფად ხდება. მით უფრო თუ ჩვენ ღიად ვაქვეყნებთ ინფორმაციას სოციალურ მედიაში, სხვადასხვა პლატფორმებზე, აი წამები სჭირდება პირობითად ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე შეაგროვოს ინფორმაცია, თქო მისი ინტერესები, რა სივრცეებს სტუმრობს, ინტერესი არის გამოფენა არის, არ
როგორც ჰობი და ასე შემდეგ, წამებში შეაგროვეს ეს ინფორმაცია და წამებში ფიშინგ შეტყობინება შექმნას, რომელიმე ცნობილი კომპანიის დასახელება გამოიყენოს, შეიძლება ის იყოს ტელეკომუნიკაციის ოპერატორი, კომუნალური პროვაიდერი, ან ნებისმიერი რიტეილერი, უბნის მაღაზია თუ სხვა. ანუ ერთი სიტყვით, ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი კარგად ცნობილი კომპანია და თუ თქვენ და მომხმარებელი არ დააკვირდა, ვისგან არის გამოგზავნილი და იქ სხვადასხვა მინიშნებები არის, მაგალითად აუცილებლად კომპანიის დასახელება უნდა იყოს მიმღებიდანაც, თქვენთვის ცნობილი მიმღები უნდა იყოს. და ამას ხო არ ვაქცევთ ყურადღებას და იმდენად კარგად და კონტექსტის გათვალისწინებით ისეთი ხარისხიანი ფიშინგ შეტყობინება არის, რომ ძალიან რთულად ხდება ამისი გარჩევა. ამიტომ გვაქვს სამწუხაროდ წარმატებული, ანუ მომხმარებლის ვინც მსხვერპლი არის, იმისთვის სამწუხაროდ არის, რომ წარმატებული ფიშინგ შეტყობინება არის, იმიტომ რომ არ უკვირდებით ადრე თქვენ თუ გახსოვთ. ცნობიერება თუ იზრდება მიმართულებით და თუ არსებობს გარკვეული მონაცემები ასაკობრივ კატეგორიაზე, ახალგაზრდა თაობისთვისაც ასეთი მარტივია, ახალგაზრდა თაობასაც ასე მარტივად ატყუებენ, ასე ვთქვათ, ჰაკერები და მარტივად ხდებიან ფიშინგის მსხვერპლები, მათთვის კიდევ უფრო მაღალია ცნობიერება მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე შედარებით ასაკიან ადამიანებთან, რომლებისთვისაც შესაძლოა ნამდვილად ძალიან რთული იყოს გარჩევადობა, ეს არის იმ კონკრეტული კომპანიის მიერ გამოგზავნილი SMS შეტყობინება იქნება თუ მეილი, თუ ეს არის უბრალოდ თაღლითური, ასე ვთქვათ, სქემა. თუ არის ასაკობრივი კატეგორიის ჭრილში გარკვეული მონაცემები, ვინ არიან ფიშინგის მსხვერპლები ყველაზე უფრო ხშირად? ესეთი სტატისტიკა არ გვაქვს მისაწვდომი არა მხოლოდ ჩვენ, ზოგადად გლობალურად, სტატისტიკის ხარისხი განაპირობებს იმას, თუ რამდენად მიმართავს მომხმარებელი ან მსხვერპლი ის ადამიანი, რომელიც გახდა ფიშინგის მსხვერპლი, აუცილებლად უნდა მიმართოს კონკრეტულ ორგანოს, ამის შესახებ განაცხადოს და ამით იქნება სტატისტიკა. რა ორგანოს უნდა მიმართოს, რომელ ორგანოს? შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყება აქვს, სადაც ეს კიბერდანაშაულის ცალკე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც აღრიცხავს და რომელსაც მომხმარებლები მიმართავენ, მაგრამ აქ კულტურული ნაწილი არის ჩვენთვისაც ის ვინც მსხვერპლი გახდა და მით უფრო თუ თქვა ფინანსური ზიანი მიიღო ამისგან, თქვა უნებლიეთ გააზიარა საბარათე მონაცემები, ყალბებ გვერდზე ინტერნეტ ბანკის მონაცემები გააზიარა, უხერხულობის მომენტია და ხმამაღლა ვერ ამბობს, რომ აი მოტყუვდა და ეს მოქმედებს.